de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 214 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. წინა გადაცემაში გავიკვირვეთ ნეტა ჯუანშერ ბურჭულაძეს რატო არ აკავებენ. თურმე აკავებენ აცადე ხო? ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაა დაკავებული. აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯუანშერ ბურჭულაძემდე ჯერ მისი მოადგილე დაიჭირა სუსმაკ თამის აღებაზე. ახლა ბურჭულაძე დააკავეს. თუმცა ჯუანშერიც ხომ იყო თავის დროზე ვიღაცის მოადგილე. ვიღაცის რა, ღარიბაშვილის. ამიტომ შეიძლება ღარიბაშვილის დაიჭირო. მე არავინ მეკითხება ვინმეს დაიჭერენ თუ არ დაიჭერენო და ახლობით ასეთი პასუხი გასცა გიავოლსკიმ ღარიბაშვილის დაჭერასთან დაკავშირებულ შეკითხვას. არაფერი უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება გამორიცხო კიდეც. კომენტარში დაწერეთ შეკითხვა, რომელზე პასუხადაც გიავოლსკის ეს განცხადება არ გამოდგება. თამაშდება დეოლიგარქიზაციის მაისური. რაც შეეხება ბურჭულაძეს, ის იყო ერთადერთი მინისტრი, რომელიც კობახიძემ პრემიერად მოსვლის შემდეგ მინისტრთა კაბინეტიდან გაუშვა. თავიდან ხო ცოტას კეკლუცობენ ხოლმე, არავის უშვებენ. ვითომ იდეალური მინისტრთა კაბინეტია. თუმცა ჯუანშერ ბურჭულაძეზე თავი ვერ შეიკავეს და ეგრევე გაუშვეს. მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის კარიერა ასე გაგრძელდა. წაგიკითხავთ სამ ნიუს. პირველი, მივიღე შემოთავაზება ნატოში საქართველოს ელჩობაზე, სავარაუდოდ დავთანხმდები. მეორე, ჯუანშერ ბურჭულაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ნატოში ელჩად მის დანიშნას ხელს არ აწერს. მესამე, ბიზნესებში ჩავერთე, აღარ განმიხილავს ნატოში ელჩობა ახალ მინისტრს. მეოთხე ნიუსი კი იცით, ხა მაგით დავიწყეთ მოყოლა. ახლა გავიხსენოთ ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებები, რომლებიც მისი მინისტრობის დროსაც სასაცილო იყო. ჯუანშერი ჯარის ჩაცმულობაზე. ჩვენ ჯარისკაცებს არ აქვთ მხოლოდ ერთი უმაღლესი ხარისხის ბათინგი. მათ აქვთ ორი წამყვანი ბრენდის ბათინგი, რომელიც ყველა სეზონზეა გათვლილი. თუ მოხდა ის იშვიათი შემთხვევა და ჯარისკაცს დაუზიანდა ბათინგი, აქვს მეორე ანალოგიური ხარისხის. თქვენ ფიქრობთ, აქ სრულდება განცხადება? ვაგრძელებთ ციტირებას. მათ აქვთ აგრეთვე მესამე წყვილი. მესამე წყვილი ბათინგი. თქვენ ფიქრობთ, აქ სრულდება განცხადება? კი, აქ სრულდება. სამი ბათინგი გვაქვს. მარტო ბათინკები რო ვესროლოთ რუსეთს, რაღაც ზიანს მივაღებთ. ჯუანშერი 2023 წელს პანდემიის პერიოდმა დაგვანახა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს საწარმო ჰქონდეს. რაღაც პერიოდში საჭირო ნივთების მიღება გაგვიჭირდა, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება და შევიძინეთ უკვე ამუშავებული საწარმო, სადაც 100 თანამშრომელი იყო და დღეს 600-მდე ადამიანია დასაქმებული. ამაყობდა ჯუანშერი. აბა გამოიცანეთ რისი საწარმო შეიძინეს და განაახლეს. მაშინ თავდაცვის სამინისტროში დაგასპოილერებთ, იარაღი, ტანკები და ეგეთი რაღაცები გამორიცხეთ. ვერ გამოიცანით? კარგი, გავაგრძელებ ჯუანშერის ციტატას. მობრძანდით, აიღეთ ნებისმიერი ტანსაცმელი. მაგალითად, ჩვენი სპორტული და ნახეთ თუ რომელიმე ბრენდის ხარის ჩამოუვარდება. ამაყობდა მინისტრი. სპორტულებს კერავდნენ. იმედია, რომ რამე ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგებოდა. მარტო სპორტულებით არ შემოიფარგლებოდა ქართული სამხედრო წარმოება ჯუანშერის დროს. შაშხანები და დრონებიც გვინდოდა. გვაქვს ძალიან ამბიციური შაშხანების პროექტი.
ჩვენ ზოგადად ნატო სტანდარტზე უფრო მეტი სიმკაცრით მოვითხოვთ წარმოების სტანდარტებს. შესაბამისად, ამ მიზანს რა თქმა უნდა მივახცევთ და გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანებიც და დრონებიც, თქვა ჯუანშერმა. თურმე ნატოში ამიტომ არ გვიღებენ, გაიგე, რომ უფრო მაღალი სტანდარტები გვაქვს ჩვენ. ეს იყო ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებები, რომლებიც მაშინვე საათილო იყო. ახლა კი გთავაზობთ განცხადებებს, რომლებიც ჯუანშერის დაკავების შემდეგ გახდა უფრო სასაცილო. ბურჭულაძე წინა ხელისუფლებაზე. ეს 5 მილიონი არ არის მხოლოდ ის თანხა, რომლითაც გაძარცვა სახელმწიფო ყოფილმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი, დღემდე ვერ გამოვასწორეთ ფინანსური ანგარიშგება ჩვენი უწყების. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ. ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. განმარტა მან. და ბოლოს განცხადება, რომელიც ახლა უფრო საათილოა, ოღონდ ჯუანშერს არ უთქვამს, ღარიბაშვილმა თქვა. იქით არის სააკაშვილი, აქეთ არის ჯუანშერ ბურჭულაძე. უწესიერესი კაცი. ნახოთ როგორ გაგრძელდება კორუფციის წინააღმდეგ ქოსების ბრძოლა. არჩევნებამდე არ ამგონია კიდევ ვინმე დაიჭირონ, თუ რა თქმა უნდა რამე სერიოზული არ იქნება გადასაფარი. თვითონ ჯუანშერი კი ალბათ ხაბეს დაჭერის გადასაფარად დაიჭირეს. ლევან ხაბეიშვილი ფორმულას ეზოში დააკავეს სუსის თანამშრომლებმა. რაჯანდაბად მინდა, მაგრამ მე ვიყავი პირველი, ვინც ეს ამბავი დაინახა და გაიგო. ჩემ თვალწინ მოხდა ხაბეს დაპატიმრება. სამართალდამცავები ლევან ხაბეიშვილს 329 მუხლს ედავებიან. პოლიციელებს $200,000 ქთამს სთავაზობდაო. შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს, რომლებიც ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდნენ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ $200,000 დაპირდა. ჩემო ერთგულო მაყურებლებო, შემთხვევით თქვენს ხომ არ გახსოვთ ვინმე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მაყუთს რო პირდებოდა ხალხს? იყო ეგეთი? კარგი ამბავი გვაქვს რუსეთის სტრატეგიული ავიაციისთვის. ჩვენმა სუსმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო რუსეთის უშიშროებამ. მამუ მდინარაძემ აღკვეთა პაუტინა 2. პაუტინა 1 ხო გახსოვთ? უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონები რო შეაპარა და ავიაბაზებზე დაყენებული სტრატეგიული ავიაციის დიდი ნაწილი გაუნადგურა. თურმე უკრაინა პაუტინა 2-ს გეგმავდა, მაგრამ no. მამუ მდინარაძემ და სუსმა დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე, რომლებსაც შემოჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება და რუსეთში უნდა წაეღოთ და იქ პაუტინა 2 ჩაეტარებინათ. უკრაინა პაუტინას ოპერაციას გეგმავდა 1 წელი ისე, რომ ვერავინ გაიგო, ვერც რუსეთმა, ვერც დასავლეთმა, ვინც რუსეთში დრონები შეიტანა სატვირთოთი, იმ ძღოლმაც კი არ იცოდა სატვირთოში დრონები რო იყო ჩამალული, მაგრამ მამუს არ წინავს. 2 წუთია სუსის უფროსად დაინიშნა და უკვე ჩამოშალა მთელი უკრაინის უშიშროება. მე მაქვს ერთი შეკითხვა. თუ კი უკრაინელები პაუტინა 2-ს გეგმავდნენ რუსეთში, რატომ შეუშალეთ ხელი? ანუ საქართველოს მტრის ოკუპანტის ჯარის დასუსტების ოპერაციას რას ერჩოდით? ანუ თქვენ რუსეთისკენ ხართ. პაუტინა 21 საუკუნის საუკეთესო სპეცოპერაციაა. შეიძლება ისტორიაშიც, მაგრამ ამაზე კამაჩი დრო რო არ დაიხარჯოს, მოდი 21 საუკუნე ვთქვათ. ამ საუკუნეში არავის ეგეთი მაგარი არაფერი ჩაუტარებია. ისტორიაში პირველად სახელმწიფომ, ბირთვულმა სახელმწიფომ დაკარგა სტრატეგიული ავიაცია. რუსეთის FSB-მ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ვერ აიცილა ეს ოპერაცია. და ეს შეძლო მამუ. პაუტინა 2 აღარ იქნება. იცით რატომ გაეპარა ირანს სპეცოპერაცია, რომელთაც ბირთვული ობიექტების ნაწილი გაუნადგურა ამერიკა-ისრაელმა? იმიტომ რომ ირანს არ ჰყავს მამუ. გუშინ წინ 11 სექტემბერი იყო, 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკას გაეპარა ისტორიაში უდიდესი ტერაქტი. რატომ? იმიტომ რომ
არ ყავს. ამერიკას რომ ყოლოდა მამუთ 11 სექტემბერი არ მოხდებოდა. იყო დრო საქართველოს ისეთი სუსი ყავდა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში შემოიპარა, დაათვალიერა ბათუმი, გადაიღო ვიდეოები, გამოიძახა ხინკალი, ჭამა, დაპოსტა აქ ვარო და ეს ყველაფერი სუსმა ასე გაიგო. მაშინ რომ მამუ ყოფილიყო სუსში, საზღვარზევე დააკავებდნენ. სამწუხაროდ მაშინ ქოცებმა მამუს შეაძლებლობები არ იცოდნენ და რაღაც ჩუტკებს ათქმევინებდნენ ხოლმე. იტრუსკავეცი. თურმე რაზე აცდნენ ამ ხელანიც. ჩააბარე სუსი პაუტინა ორს გააქვს ეგრევე. სუსი არ გამორიცხავს, რომ ეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც საქართველოს შემოვიდა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის იყოს განკუთვნილი. მოკლედ, ანუ სუსმა ან პაუტინა აღკვეთეთ, ან რევოლუცია საქართველოსიო. ჩემი აზრით, ორივე. რავი, რატო იზღუდავთ თავს? თურმე მამუს ნეპალის რევოლუციის აღკვეთაც უნდოდა, მაგრამ ნეპალისში და საქმეებში აღარ ჩაერია. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდება 4 ოქტომბერი, მით უფრო მეტ რევოლუციას აღკვეთს ჩვენი სუსი. არაა გამორიცხული, რომ ყოველ დღე აღკვეთონ, შაბათ კვირის გარდა. ჩემი აზრით, ოპოზიციას რევოლუცია რო კონდეს დაგეგმილი, წინასწარ არ დაანონსებდნენ, რომ ამ წლის 2025 წელს 4 ოქტომბერს შაბათ 19 საათზე ვაწყობთ რევოლუციას. კარგი ამბები გვაქვს ფალოცენტრისტებისთვის. საქართველოში ძლიერდება ფალოსის კულტი. ოცნების ტიტუშკებმა ჯერ ქალების სცემეს, მერე პენისებს ხელი ჩაჭიდეს და ჩრდილოეთის სამხრეთის ღერძზე აჭანჭყარეს. ამით მათ ხაზი გაუსვეს საკუთარ ძლიერებას. ძუძუმწოვარ მამრებში ხშირად ვაწყდებით მსგავს ქმედებებს. მამალი გორილა მაგალითად კერძზე იბრახუნებს ხელებს და ამით ამბობს, რომ აქ ვარ, დიდი ვარ, ნუ მომიახლოვდები. კერძზე ხელების ბრახუნის ნაცვლად გორილას რა თქმა უნდა შეეძლო გენიტალიები ჩამოეკაჩა. მაგრამ გორილების ოჯახში ქალები და ბავშვებიც არიან და ცოტა მორიდება აქვთ. როდესაც ადამიანები 20-25 სულიან ოჯახებად ცხოვრობდით და ნადირობა შემგროვებლობას მივსდევდით, ამ ჯგუფის ლიდერი ფიზიკურად ყველაზე ძლიერი მამრი იყო. მას შემდეგ გავიდა ბევრი 1000 წელი და ფიზიკური ძალა აღარ არის გადამწყვეტი კრიტერიუმი ადამიანების სოციუმში. ფიზიკურად ყველაზე ძლიერი აღარ არის მმართველი. მაგალითად, ავიღოთ ბიძინა ივანიშვილი. გენო პეტრიაშვილი რო ვაჩხუბოთ ბიძინას. რავი, ერთი წუთიც არ გაგრძელდება ეს კარდი. გაგლიჯავს შუაზე გენო, მარა ბიძინას შუაზე დადის გენოც, კალაძეც და მისი ტიტუშკებიც. ჩვენ რო გორილები ვიყოთ, ან 100,000 წლის წინ ცხოვრობდეთ, გენო იქნებოდა ჩვენი მმართველი და არა ბიძინა. ზოგადად კაცობრიობისთვის კარგია ფიზიკური ძალით რო აღარ ვირჩევთ ბელადებს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ბევრი აფერი შეცვლილა. ბიძინას ნაცვლად რომელიმე მორაგბე ან მოჭიდავე რომ მართავდეს ქვეყანას, ამაზე ცუდ დღეში ალბათ მაინც არ ვიქნება. ვინაიდან დღეს საქართველოში ფული წყვეტ ძალაუფლების საკითხს, ტიტუშკებს გირჩევთ, რომ თქვენი ძალის დემონსტრირებისთვის მაყუთები შეგვახარბოთ. გენიტალიების ზემოთქვემოთ ქაჩვით თქვენს უძლეველობას ვერ გაუსვამთ ხას. მე მაინტერესებს, სად რა ვითარებაში ისწავლეთ ეგრე მოქცევა. არ არსებობს ვითარება, სადაც ეგრე უნდა მოიქცე. ანუ არსად ეგეთი საქციელი არ გამოგარგება.
ცოცხალ კედელში თუ არ გახარდა რობერტო კარლოსი არ გიტყავს ჯარიმას. ეგრე არ უნდა მოიქცე. ეგრე არ უნდა მოიქცე არც ერთ შემთხვევაში. ხოცების განცხადებით მარსში მონაწილე ადამიანებს ტიტუშკები იმიტომ მიუსიეს, რომ პროტესტანტები მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ ოლე ოლას გვიმღეროდნენ. ქართველი კაცი ამას ვერ მოითმენსო. მეორე დღეს აქციაზე გავიდა 10,000 ადამიანი და ერთად უმღერეს შტაბში შეყუჟულ ტიტუშკებს ოლე ოლა. ეს უკვე მოითმინეს. როცა ბევრი ხალხია აქციაზე, მათი მოთმინების ფიალა გაცილებით ღრმა. ხოცებს ძალიან გაუჭირდათ იმის ახსნა, რომელ კაცობაში ჯდება ქალების სცემა. მოგეხსენებათ ქართული ოცნება პოზიციონირებს, როგორც ეროვნული ძალა, ტრადიციების პატივისცემელი, ვაჟკაცები, კაცური კაცები. ამ ყველაფერში კი ქალების სცემა არ ჯდება. ვერა ქართულ ვაჟკაცურის აქციელი. ხოცებმა ბევრი იფიქრეს და მოიფიქრეს. მელიქიშვილზე ნაცემი ქალები არ იყვნენ ქალები. კახაკალაძე მაგალითად, ქალი არაა ქარცედი, რაღაც სხვა ჯიშია. ირაკლი კობახიძე, ქალი ქალს არ გავდა, კაცი კაცს არ გავდა. აჰა, ანუ გაправდა. ყველაფერზე აქვს პასუხი ეგრე. ხვალ ბავშვს ცემენ და იტყვიან, რომ ბავშვია ეს? რაღა ბავშვია, ბავშვი მე ვიცი ქვიშაში რო თამაშობ. თუ რა ჯიშზე იყო საუბარი, უკვე ზარქუამ განმარტა. სად ნახეთ ქალები? ქალები კი არა, ქაჯები იდგნენ იქ. საბოლოოდ, ანუ ქაჯები გადაწყდა. სადაა ჩემი მამუკა მდინარაძე, თორე ამ სამეულის განცხადებას ისე ლამაზად შეკრავდა. იუმორით. მაგრამ სადღასალია მაიმუნობისთვის. ახლა შეიძლება მოსადის სპეცოპერაციას ააშკარავდეს. მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო კრიმინალით. რამდენიმე ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი კრიმინალი დაფიქსირდა. რამდენიმეს წაიკითხავთ. გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული 2024-25 წლებში ფარულად დაეუფლა 4,347,000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს, რითიც ახდენდა პურპროდუქტების წარმოებას და რეალიზაციას. გამოძიების ვერსიით, მეწარმემ უკანონო დაერთება ბუნებრივი აირის ორ მთავარ მაგისტრალზე მოახდინა. ამასთანავე, როგორც დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, დატაცებული ბუნებრივი აირით მეწარმემ მოაწყო ავტოგაზ გასამართის ადგილიც. შეიძლება არახსაც ხდიდა და ყიდდა, მაგრამ გამოძიება გაჩერდა. კიდევ ერთი ასეთი კრიმინალი დაფიქსირდა. დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც ნორვეგიიდან ყაზახეთში მიმავალი ტრაილერებიდან 1,100,000 ლარის ღირებულების თევზი გადმოტვირთეს და მიითვისეს. მილიონი გაწიეს თევზში. მოგეხსენებათ, ყაზახეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ამიტომ ნორვეგიიდან ტრაილერებით ეზიდებიან თევზს. ორმა პირმა ტრაილერებიდან მილიონის თევზი გაწია. იმ თევზების ადგილას წარმოიდგინეთ თავი, ნორვეგიაში მოკლეს, ჩაგვტვირთეს მანქანებში, გაგიშვეს ყაზახეთში შესაჭმელად და საქართველოში მოგიპარეს. კიდე ასეთი ამბავი მოხდა. სკოლის ბუღალტერმა ანგარიშზე 2,161,802 ლარი გადარიცხა და ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, წლების წინაც არაერთხელ დაფიქსირდა, რომ ბავშვების განათლების ფული სლოტებმა შეგვიჭამა. ამ ნიუსებმა გვიბიზგა გაგვეკეთებინა რუბრიკა ჩვენი მოგონილი კრიმინალი. სულ უფრო დიდი გამოწვევა ხდება ამ რუბრიკის კეთება. სულ უფრო რთული ხდება რამე ისეთის მოფიქრება, რომელიც მართლა არ ხდება. თუმცა ჩვენ ამბიციური იუმორისტები ვართ და ამ ყველაფერს გამოწვევად ვიღებთ. ყოველთვის მზად ვართ უარესები მოვიფიქროთ. შეგახსენებთ, ნებისმიერი დამთხვევა იქნება შემთხვევით. დააკავეს ბრაკონიერი, რომელიც დათვზე დენით ნადირობდა. უაქციზო ალკოჰოლის და შვილის გაყიდვის ფაქტზე 2 რუსი ტურისტი დააკავეს.
თურმე მამუკა ბახტაძის დაჭერაც უნდათ, მაგრამ სახეზე ვერ იხსენებენ. ციხის უფროსის დაბადების დღისთვის პატიმრებს 20 ლარი ააკრეფილეს. კახეთში დააკავეს გლეხების დაჯგუფება, რომლებიც კიტრებს ბერავდნენ და საზამთროდ ყიდნენ. სახელმწიფო განატრიალების ბრალდებით 1,600,000 მოქალაქე დააკავეს. მეწყერ საშიშ ზონაში დოლზე დაკვრის გამო მოქალაქე მთელმა სოფელმა ცემა. არჩევნების გაყალბების ბრალდებით ცესკოს თანამშრომელი დააწინაურეს. თუშეთში ოფროუდის ფესტივალზე 3 სოფელი აღმოაჩინეს. 85 წლის ბებო სახლის შხრეკისას პოლიციელებმა პენსია მოპარეს და ნარკოტიკი ჩაუდეს. დააკავეს მოქალაქე, რომელიც ბაქო თბილისი ჯეიხანიდან ნავთობს იპარავდა და ახლა გვაქვს ბაქო თბილისი ყვიბისი ჯეიხანი. დღეისათვის ეს იყო ჩვენი მოგვიანებით ბოლო კრიმინალი. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დამხმარე ეგრევე შეგვიძლია. ახლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? ჩემი დაკვირვებით, ჩვენ ახლა ჯერ კიდევ უარყოფის ეტაპზე ვართ. მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ არ უნდა დაჯერება, რომ უკვე დიქტატურა გვაქვს ჩვეულებრივი. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ კრიტიკული მედია ჯერ კიდე არსებობს, მთავრობის კრიტიკა ჯერ კიდე ისმის. ამით თავის დამშვიდება არ ღირს. რუსეთში პუტინის პირობებში კრიტიკული მედია რამდენი ხანი იყო, იცით? რაվել ამის გუშინდელ დღემდე. ახლაც არის რაღაცები. ნუ დაველოდებით ყველა კრიტიკული მედიის დახურვას იმის დასაჯერებლად, რომ უკვე დასრულდა დიქტატურის ფორმირება. გვაქვს უკვე. სუსტი, ახალი ფორმირებული, მაგრამ გვაქვს. საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის სისხლის სამართლის წესით რო აკავებენ ადამიანს, მანდ უკვე უნდა მივხვდეთ, რომ მორჩა არის უკვე დიქტატურა. რაც მალე ვაღიარებთ ამას, მით უფრო სწრაფად ვუშველით ამ მდგომარეობას. მოკლედ, დროზე დავსვათ დიაგნოზი, თორემ დიაგნოზის გარეშე მკურნალობას ვერ დავიწყებთ. მხარდაჭერა ყველა პოლიტპატიმარს, იმედია მალე გამოგიხსნით. სულ ეს არის დღეისთვის, მინდოდა მეთქვა შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.